მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ მოხვდით დევის არხზე და დღეს მე შევეცდები გავაკეთო თამაში 24 საათში, რითაც ყველას დავამტკიცებ, რომ თამაშის გაკეთება ისეთივე მარტივია, როგორც კარტოფილის შეწვა. თუ რა თქმა უნდა, Rockstar-ის გაკოტრებას არ აპირებ GTA 7-ის GTA 6-ზე გამოშვებით. პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ რადგან დროში საკმაოდ შეზღუდულები ვართ, ამისთვის საჭიროა თამაში იყოს, რაც შეიძლება მცირე მასშტაბით, მას არ უნდა გააჭდეს დიდი მექანიკები, ლოგიკა, თვისებები, ისტორია და ასე შემდეგ. და როდესაც ვფიქრობდი, თუ რა შეიძლება ყოფილიყო თამაში, რომელიც იქნებოდა ასაწყობი მარტივად და მასთან სახალისო, თავში ერთი იდეა მომივიდა. თამაში, რომელიც იმდენად ძველია, მხოლოდ თქვენს მშობლებს თუ ემახსოვრებათ და რომლის სათამაშოდაც სპეციალური კონსოლი გჭირდებოდა და ლეგენდა, რომლის მიხედვითაც თუ 1000 ქულას მოაგროვებთ, თამაში მულტფილმს გაყურებინათ. ან სხვა რაღაც. აჯობებს თქვენი გარკვეული გონება ცოტა ხნით გვერდზე გადადოთ, რადგან ეხლა ვიწყებ. სიტყვა უსაქმოდ მკვდარიაო და მოდი ჩვენს იუნიტში პროექტის შექმნით დავიწყოთ ჩვენს თამაშზე მუშაობა. შენ კი ძმაკაცო, გაჩიტე სასოსნავები და ჩაუჯექი ამ ვიდეოს, რადგან წინ ბევრი რამე გელოდები. პირველ რიგში შევქმნა სცენა, სადაც მთავარი მოვლენები მოხდება, ამისთვის კი გავაკეთე კუბი, რომლის ზომებზე ცოტაოდენი მანიპულაციის შემდეგ აი ასეთი შედეგი მივიღე. ეხლა კი შევქმნათ კაფსულა, რომელიც ცოტა ხნით მოთამაშის როლს შეასრულებს. ამასთან ჩემი პროგრამისტი სენსეის დარიგება გამახსენდა, რომელიც მეუბნებოდა, რომ ვიზუალი და ლოგიკა ყოველთვის ერთმანეთისგან გამომიჯნა. ამიტომ ჩვენი კაფსულა ცარიელ ობიექტში მოვათავსე, მაგრამ პრობლემა თავი მაინც იჩინა. ჩვენი კაფსულა ზედმეტად მორცხვი აღმოჩნდა, რომელსაც გადაწყვიტა, რომ დღეს საერთოდ არ უნდა გამოჩენილიყო კამერებთან. როგორ არ ვეხვეწე, რა არ უთხარი და ბოლოს მაინც დავითანხმე. აი ისიც. ეხლა კი დროა ჩვენს კაფსულას ჩანასახში ვასწავლოთ ზიარული. ორგანიზებისთვის შევქმნით ცალკე ფოლდერი ასეტებში, სადაც მოვათავსე სკრიპტი ჩვენი მოთამაშისთვის და შევუდექი კოდის წერას. Nice. მოდი ახლა ცოტა კროს სწავლასაც დავუთმო და გავარკვიოთ, თუ როგორ მოვახერხე ამ პატარა კოდით პლეიერის გამოძრავება. ორგანზომილებიანი ვექტორი, რომლის X მნიშვნელობა დამოკიდებულია მოთამაშის მიერ კლავიატურით მიწოდებულ ინფორმაციაზე და რომელსაც შემდეგ უმატებთ კაფსულის პოზიციას და უამრავი გარკვეული სიჩქარეზე და დროზე. სწორედ ამის შედეგად ვიხებთ გადაადგილებას სივრცეში. თუ ფიქრობ, რომ პრობლემა შენშია, ძალიან ცდები, მეც ვერაფერი გავიგე ამ წელს. ახლა კი თუ ვინმესთვის კიდე გაურკვეველია თამაში, რომლის აწყობასაც 24 საათში გეგმავ, შევეცდები მარტივად აგიხსნათ. ამ თამაშში შენ თამაშობ საქათმენში შეპარული მელით, რომლის მთავარი მიზანია დაიჭიროს ყველა კვერცხი და თავი აარიდოს ისეთ დაბრკოლებს, როგორც გაფუჭებული კვერცხი და კვერცხის გატეხვა. ახლა კი დროა ჩვენი კაფსულა ცოტათი წავახალისო და ორიენტაციისთვის მას ქუდი დაუმაგროთ. ამისთვის შევქმნი საქახალდე. საქახალდეში კი მოვათავსე მატერიალი, რომელსაც დავარქვი თავისი სახელი და შემდეგ შევუცვალებ ფერი. ეხლა კი ამ ქუდს ცოტაოდენი მნიშვნელობა რომ მივცეთ, ჩვენ ძმას ვასწავლე აქეთ იქით მოძრაობისას მოვრუნები. ეხლა კი დროა გავაკეთო კონტეინერები, საიდანაც ჩამოიყრება კვერცხები. ესეც ასე შედეგს თქვენ თვითონაც ხედავთ, მაგრამ უკვე დროა მოსაწყენი კუბიკებით და კაფსულებით გართობა დავამთავროთ და ვიზუალურად დავხვეწოთ ჩვენი თამაში. მაგრამ საქმე ის არის, რომ თამაშს სამდეში ვაკეთებთ, მე კი ბლენდერის არაფერი გამიგებ. ამიტომ იმედი არ მიწყეთ, რადგან ასეტები იუნიტიდან მოვიპარე. სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ძმაო, აბა კარგად იყავი. ეხლა კი დროა ეს საშინელი სცენა მოვაშოროთ აქედან.
ამასობაში კიდევაც დამაღამდა, მაგრამ მე ჩემს თავისუფლებას არ მივცევ დავიძინო, სანამ ჩვენს თამაშს თავისი მეინ მენიუ არ ექნება. ესეც ასე, ეხლა კი თავისუფლად შემიძლია დავიძინო. სანამ მე მძინავს აქვე გეტყვით იმას, რომ მე აქტიურად ვადევნებ თვალს თქვენს კომენტარებს და შეგიძლიათ ნებისმიერ ჩალენჯში გამომიწვიოთ, მე კი შევეცდები გამოწვევა მივიღო. უკვე გაათენდა და მეც დღეს დიდი შემართებით ვიწყებ, რადგან თამაში დასამატებელი მაქვს UI, sound სისტემა, დინამიური სირთულეების ცვლილება და ბონუსად საიდუმლო სცენა, მაგრამ მუშაობამ დროის აღთქმის უნარი იმდენად დამაკარგვინა, რომ ვერ გავიგე როგორ გავიდა დრო და ეს ყველაფერი მხოლოდ 3 საათში უნდა მოვა. ამიტომ ეგრევე მაუსთან და კლავიატურასთან დავძმაკაცი და ერთად აი ეს შედევრი შევქმნით. და შემდეგ ეს და მერე ეს. და ესეც. აქვე ჩემი გამჭრიახი გონებით დავფიქრდი და მივხვდი, რომ თამაშს სიხალისი ეყდა და რა გაახალისებს ჩვენს მელიას ისე როგორც ოქროს კვერცხი, რომელიც ერთ ქულის მაგივრად 5 კიმატებს დაკლებულ სიცოცხლესაც გივსებს. მაგრამ მელია ძალიან რომ არ გაბლატავდეს თამაში გაფუჭებული კვერცხის დავამატე, რომელიც პირიქით სამქულასა და სიცოცხლეს გაკლებს და აქვე გამახსენდა უბრალოდ მოусმინეთ ამ თამაშის მუსიკალურობას. მოცარტსაც კი შეშურდებოდა. თუ დააკვირდები, ჩვენი ქათმები კვერცხებს მუდამ ერთ ტემპში დებენ. მელიისთვის კი მათი დაჭერა ძალიან მარტივია. ამიტომ მას სიცოცხლე კიდევ უფრო რომ გავუმწაროთ, ქათმებს საჭმელში ცოტა უდენი კრეატინი ჩავუყარეთ და შედეგით სახეზე. ესეც ასე, მხოლოდ 1 საათი დამჩა და ამ დროში უკვე სულ თავისუფლად მოვასწრებ საიდუმლო ვიდეოს დამატებას, რომელიც თამაშის დასრულებისას გაიშვება. ამისთვის შევქმნი ახლა სცენას, დავამატებ ტაიმლაინს და იქ ჩვენს საიდუმლო ვიდეოსაც ჩავაგდებ. არ მესის რა შეიძლება წავიდე არასწორად. ძლივს კლავიატურასთან თითების გამალებით ყაპატყუმა შედეგი გამოიღო და ახლა როდესაც მოთამაშე 100-ს ააგროვებს, გაიშვება კაცი. მოიცა, შენ გიგონა რომ ახლა ჩემს საიდუმლო ვიდეოს გაჩვენებდი, რომელიც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ანიმაციიდან ავიღე? არა ჯიგარო, თამაში რა ის თამაშია თუ ის არავინ ითამაშა. სწორედ ამიტომ დარჩენილ დროში თამაშის დაბლდვა შეუდე. ლოგო ჯიპლიპიტოს დავაბეჭინე და სახელით შესაბამისი შეურჩიე. დამეთანხმებით რომ ამაზე კარგი გრძნობა არაფერია, როცა შენ თამაშს ასეთი თამაშის გვერდით ნახავ. მოდი აბა ჩავდე. საიდუმლო სამოხსნა შენთვის მომინდია, რადგან ახლა უკვე თამაშის გადმოწერა სრულიად უფასოდ შეგიძლია იჩნდათ iOS-ზე. მაგრამ შენ თუ დღეს კაკ ხასიათზე გაიღვიძე და გადაწყვეტე ხელგაშლილი იყო, შეგიძლია საიძევე ჩაის ფული დამიდო, რასაც აკპირდები რომ კაკ რამეში დავხარჯე. მაგრამ შენ თუ გიდა კეთილი საქმე გააკეთო, შეგიძლია არხი გამოიწერო და ვიდეო დაალაიქო, რითაც უდიდეს მოტივაციას მომცემ, რომ ვიდეოების დადება გავაგზავნო. თამაშის გადმოსაწერი ნიშს ვიდეოს აღწერაში დავტოვებ.